იმ დროს, როდესაც ექსპერტები ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის ყველა უთანხმოებაზე არიან კონცენტრირებულნი, ისინი ან ვერ ამჩნევენ, ან განზრახმალავენ უფრო დიდ ამბავს. მას ეწოდება შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდაცვის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ინიციატივა. უფრო ცნობილია როგორც მუხლი 224 და თქვენ ამ სახელს კიდევ გაიგონებთ. დაიმახსოვრეთ, მუხლი 224. შესაძლოა ეს ამბავი არ დომინირებდეს სიახლეებში, მაგრამ თუ კონგრესი მომდევნო ორ კვირაში მუხლი 224-ს კანონად აქცევს, ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობის ისტორიაში, სულ მცირე ბოლო 50 წლის განმავლობაში. მაშ, რა ხდება აქ სინამდვილეში? ჩვენ ხედავთ მზარდ განხეთქილებას შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. თუ ჩვენ მდგავართ ახალი ეპოქის ზვარზე, სადაც ისრაელი ამერიკის მხარდაჭერის მიმღებიდიდან გადაიქცევა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პარტნიორად. შემომიერთდით გადაცემაში True East, სადაც ამ საკითხს ჩაუღრმავდებით. ჩვენ მოვიწევთ საინტერესო სტუმარს და გამოვავლენთ სიმართლეს. წლების განმავლობაში ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის საფუძველი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი, ცნობილი როგორც MOU, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით $3.8 მილიარდ გამოყოფს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების სახით. ეხლა ეს ჩარტო, როგორც აქ ამ პოდკასტში განვიხილეთ, სხვა ეპოქაში შეიქმნა. დღეს ომის ხასიათი იცვლება და ისრაელი აღარ არის ის ქვეყანა, რაც 10 წლის წინ იყო. სამხედრო ძალა აღარ იზომება მხოლოდ ტანკებით, გამანადგურებლებით და ავიამზიდებით. იუელაიო ხშირად სამხედრო ძალა იზომება ხელოვნური ინტელექტით, ავტონომიური სისტემებით, კიბერშესაძლებლობებით, ელექტრონული ომით, მოცინავე წარმოების ტექნოლოგიებით და იმ უნარით, რომ მტერზე სწრაფად შეძლო ინოვაცია. ამ სფეროების უმეტესობაში ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინოვატორად ჩამოყალიბდა თავდაცვის ტექნოლოგიებში. სინამდვილეში ბოლო 200 წლების განმავლობაში ისრაელმა წამოიწყო მსოფლიოს სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ისრაელმა წამოიწყო კიბერშესაძლებლობები, ისრაელმა წამოიწყო დაზვერვის შერწყმა დრონების ტექნოლოგიები და საბრძოლო ველის ადაპტაცია. მხოლოდ ბოლო 3 წლის ომის განმავლობაში ისრაელი ფაქტობრივად გახდა თანამედროვე ომის მსოფლიო ლაბორატორია. მაშინ, როცა ის ებრძვის ჰამას, ჰეზბოლას, ჰუთებს, ირანის პროქსებს და თვით ირანსაც კი. ისრაელში მიღებული გაკვეთილები ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა დაიწყეს შესწავლა. შეერთებული შტატებიც არ არის გამონაკლისი. 224 მუხლი, როგორც ჩანს, აღიარებს ამ რეალობას. კონგრესი მხოლოდ დახმარების გადაცემის ნაცვლად იკვლევს ჩარჩოს, რომელიც გააღრმავებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, ისე როგორც არც ერთ სხვა ქვეყანასთან არ აქვს შეთანხმება. ეს არ ეხება უფრო დიდი თანხების გადახდას. ეს ეხება ერთობლივად რაღაცების შექმნას. ეს ეხება ტექნოლოგიების ერთობლივად განვითარებას, სისტემების ერთობლივ წარმოებას და რაც ყველაზე მთავარია, ისრაელისა და აშშ-ს მომავალი ომებისთვის ერთობლივად მომზადებას. ამავე დროს აშშ-ს სულ უფრო მეტად კონცენტრირებულია სტრატეგიულ კონკურენციაზე ჩინეთთან. ვაშინგტონი აცნობიერებს, რომ 21 საუკუნის გადამწყვეტი დაპირისპირებები ტექნოლოგიური იქნება ისევე, როგორც სამხედრო. და სწორედ ამ მომენტში ისრაელი ამ განტოლებაში უნიკალურ რამეს შემოაქვს. ისრაელი არის ქვეყანა ინოვაციების კულტურით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადაპტაციის უნარით, დუნარით და საბრძოლო გამოცდილებით, რომელსაც ვერც ერთი დასავლური ძალა ვერ შეედრება. და ისრაელი შეუძლია იდეების საოპერაციო შესაძლებლობებად გარდაქმნა განსაკუთრებული სისწრაფით, უთრებული სისწრაფით. რაც გვიყვანს მთავარ კითხვამდე. არის თუ არა სექცია 224 უბრალოდ კიდევ ერთი თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება? თუ ჩვენ ხედავთ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობის ფუნდამენტურად ახალი ფაზის დასაწყის, რომელიც გადის დახმარების ფარგლებს და მიემართება ნამდვილი სტრატეგიული ტექნოლოგიისკენ, და თუ 10 წლის შემდეგ უკან მივიხედავთ, ისტორიკოსები ამ მომენტს და სექცია 224-ს აღიქვამენ როგორც გარდაქმნის დასაწყისს. ეხლა ჩვენ გვჭირდება დახმარება ამ საკითხის გასაშიფრად, ნამდვილად იმ ტექნოლოგიებისა და ისრაელის სამხედრო საქმის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატისგან, რომელსაც ვიცნობ. მისი სახელია ნიცან დავით ფუქსი. ნიცანი არის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგი და უფროსი მკვლევარი არგამანის ინსტიტუტში. ნიცანს წლები აქვს დახარჯული ომის მომავლის, სამხედრო ტექნოლოგიების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებაზე სწავლაში. როცა მინდა გავიგო, რა ხდება კულისებს მიღმა, ნიცანს ურეკავ.
ის ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული და მომავლისკენ მიმართული ხმაა ისრაელში იმაზე თუ როგორ ერთიანდება სამხედრო ძალა, ეკონომიკა, ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკა, რათა ჩამოაყალიბოს ის სამყარო, რომელშიც შევდივართ. ნიცანი ასევე არის შესანიშნავი პოდკასტის დამფუძნებელი და წამყვანი, რომელიც ებრაულად ქვია ჰამიშხა ქაგადოლ, დიდი თამაში. თუ ებრაული გესმით, გირჩევთ ჩაერთოთ და მოусმინოთ ამას. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი გეოპოლიტიკური პოდკასტი ისრაელში. და 2016 წელს დაწყების შემდეგ ნიცანმა ის გადაიქცია სტრატეგიული ანალიზის წამყვან პლატფორმად. ის ათასობით მსმენელს, მათ შორის მეც, ეხმარება გააცნობიერონ გლობალურ მოვლენებს მამოძრავებელი უფრო ღრმა ძალები, დიდი სახელმწიფოების კონკურენციიდან და თავდაცვის ინოვაციებიდან ენერგეტიკულ ბაზრებამდე, მიწოდების ჯაჭვამდე და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებამდე. მიცან, მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდე. რა არის ზუსტად სექცია 224 და რატომ იწვევს ის ესე დიდ ხმაურს ვაშინგტონში? სექცია 224 თავდაცვის მდივანს კონგრესისგან ანიჭებს მანდატს, რათა განავითაროს, დააჩქაროს და დააკოორდინიროს აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვითი თანამშრომლობა ტექნოლოგიურ სფეროში. და ავალდებულებს თავდაცვის მიდაცვის მინისტრს დანიშნოს სპეციალური აგენტი ამ საქმიანობისთვის. და ავალებს მინისტრს პირველ რიგში ჩამოაყალიბოს რეგულაციური ინფრასტრუქტურა თავდაცვითი თანამშრომლობისთვის. ასევე მოძებნოს შესაძლო თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის ტექნოლოგიების ფართო სპექტრში. იქნება ეს კვანტური, ავტონომიური სისტემები თუ დრონების საწინააღმდეგო ბრძოლა. ასევე ავალებს მინისტრს ყურადღება მიაქციოს ნებისმიერ შესაბამის ისრაელის ტექნოლოგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს ამჟამინდელ ან მომავალ ამერიკულ პლატფორმებზე. და ამ სექციის ბოლო ნაწილი ნათლად ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრს ექნება 180 დღე, რათა კონგრესს წარუდგინოს გეგმა ამ სექციის განხორციელების შესახებ. და იმ მომენტიდან ყოველ წელს კონგრესი მიიღებს ანგარიშს აშშ-ისა და ისრაელის ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრესის შესახებ. და რასაც ჩვენ საუბრობთ, არის ტექნოლოგიური თანამშრომლობა იდეისგან, ტექნოლოგიური კვლევიდან დაწყებული და სამრეწველო წარმოებით დამთავრებული. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ნებისმიერი არსებული ან მომავალი იარაღის სისტემის სრული ღირებულების ჯაჭვი. ისრაელელი და ამერიკელი მეცნიერები ერთად იმუშავებენ, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი. სექციის ერთ-ერთი პუნქტი არის ინფორმაციის გადაცემის დაჩქარება და დაშვება ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. ერთად პროტოტიპების შექმნა, ერთად ადგილზე ტესტირება, როგორც რეალური საბრძოლო ცდები, ასევე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ინტეგრაცია. ასე რომ, ეს ძალიან ფართო მასშტაბის სექცია. და ასევე აშკარად მიზნად ისახავს არა მხოლოდ კანონმდებლობას, არამედ განხორციელებასაც. სექცია ამაზე ძალიან ნათელია. ასე რომ იქნება ადამიანი, რომელიც ყოლოდილით გაიღვიძებს და ყოლოს საღამოს დაიძინებს. ვიღაც, ვინც პენტაგონში ან თავდაცვის დეპარტამენტში ან ომის დეპარტამენტში ზის, როგორც ახლა ქვია, რომლის მთელი სამუშაო იქნება ამ პროცესის წინ წაწევა. ასეთი რამ აქამდე არსებობდა? არა. აქამდე არსებობდა თანამშრომლობა, ტექნოლოგიური თანამშრომლობა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. არსებობს რამდენიმე პროგრამა, ყველაზე ცნობილი არის სარაკეტო თავდაცვის პროგრამა, მაგრამ არასდროს არსებობდა სისტემა, ან უფრო ზუსტად მარეგულირებელი სისტემა, რომელიც ფართო მასშტაბის თანამშრომლობას დაუშვებდა. თითოეულ შემთხვევაში ეს კონკრეტული იყო იმ ტექნოლოგიისთვის, ან იმ თანამშრომლობის არხისთვის და პენტაგონში არასდროს ყავდა ადამიანი, რომლის სამუშაო იყო აშშ-ისა და ისრაელის ტექნოლოგიური თანამშრომლობის განვითარება. და კიდევ ერთხელ, ბოლო რამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიერიდან, იმ მომენტიდან, როცა კანონი მიიღება 2030 წლამდე, თავდაცვის მდივანი ყოველ წელს კონგრესს ანგარიშს წარუდგენს. ის ამას როგორ ავითარებს?
მოკლედ, მსმენელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ღმერთმა უქნას ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ უფრო მტრული ადმინისტრაცია გვხავდეს, მაინც მოუწევთ კონგრესისთვის ანგარიშის წარდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ავითარებენ იმ მანდატს, რომელიც კონგრესმა თავდაცვის დეპარტამენტს მისცა. ასე რომ, თუნდაც მტრული პრეზიდენტი გვყავდეს, საბოლოო ჯამში ეს კონგრესის კონტროლქვეშაა და ეს უკვე კანონად არის მიღებული. ამიტომ თავდაცვის დეპარტამენტს მოუწევს ამ ტიპის თანამშრომლობის განვითარება. ზუსტად ასეა. 224 სექცია არის NDAA-ის ნაწილი 2027 წლისთვის, 2027. ასე რომ ეს არის მანდატის ნაწილი და დაკავშირებულია იმ დაფინანსებასთან, რომელსაც კონგრესი თავდაცვის დეპარტამენტს აძლევს. ზუსტად ასეა, ეს კონგრესის მანდატია და მას კონგრესი გააკონტროლებს და არანაირად არ არის დაკავშირებული თეთრ სახლთან. ეხლა გამოწვევა როგორც ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ასევე ისრაელის მთავრობისთვის იქნება ის, რომ მაქსიმალურად ბევრი პროექტი წინ წაწიონ 2028 წლის ბოლომდე. ასე რომ ნებისმიერი ახალი ადმინისტრაცია ჯერ ამ საქმიანობებს მიიღებს მემკვიდრეობით და თუ შეეცდება მათი შენელებას, კონგრესი ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს. და მეორეც გსურთ უკვე ჩართოთ ისრაელის ტექნოლოგია მომავალ პროექტებში. ასე რომ ნებისმიერი უფრო მტრული ადმინისტრაცია იძულებული იქნება აუხსნას ამერიკელ საზოგადოებას, რატო ემუქრება ან აზიანებს ამერიკულ ტექნოლოგიურ უპირატესობას მხოლოდ იმისთვის, რომ ავნოს ისრაელს. ამიტომ მინდა რომ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. ამჟამად მემარცხენეების და ზოგიერთი უკიდურესად მემარჯვენეების ბრალდებები ისრაელის მიმართ არის ის, რომ აშშ თითქოს ფინანსურად უზრუნველყოფს ისრაელს და რომ აშშ სამხედრო დახმარებას აძლევს ისრაელს, მაშინ როცა ისრაელს ეს დახმარება აღარ ჭირდება. სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მაქსოს ალბათ უკვე 10 წლის წინაც კი ამბობდა, რომ სურს შეამციროს ისრაელის ფინანსური დამოკიდებულება აშშ-ზე და გადავიდეს პარტნიორობაზე. არის თუ არა ეს ახლა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით? აბსოლუტურად, რადგან ეს საშუალებას მისცემს აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვის თანამშრომლობას გადავიდეს იმ ეტაპზე, როცა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად დოლარების გადაცემის ნაცვლად შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად დააფინანსებენ ტექნოლოგიურ პროგრამებს, რომლებიც ორივესთვის მნიშვნელოვანია. როგორც კი გექნებათ ეს რეგულაციური ინფრასტრუქტურა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, აშშ-ს და ისრაელს შეუძლიათ გაუმჯობესონ ან შეცვალონ თავიანთი მიმდინარე თავდაცვის თანამშრომლობა ფულის გადაცემიდან იმ იარაღის სისტემების ერთობლივ განვითარებაზე, რომლებიც ორივეს სჭირდება. იცით, სანამ უფრო შორტს წავალთ, უნდა დაგისვათ ერთი კითხვა იცხაკ. ანუ ეს ჩემს ყურადღებას მიიპყრო მაშინ, როცა უსმენდი დიდ თამაშს, თქვენს პოდკასტს. და 224-ზე მანამდეც მქონდა გაგონილი, მაგრამ ამ კვირაში თქვენს ესპრესო გამოშვებაში დეტალურად განიხილეთ ეს თემა, სადაც კონკრეტულ საკითხებზე პასუხობთ. უბრალოდ შოკირებული ვარ ინტერნეტშიც რომ შევედი. ანუ დღეს ვნახე ჯონ სპენსერი, რომელიც შესანიშნავია ამაზე საუბრობდა. როგორ არ არის ეს ისრაელის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე? ანუ ეს ხომ გიგანტური მოვლენაა. კარგი, ორი პასუხი გჭირდება. პირველ რიგში არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სექციის წინ წასაწევად საუკეთესო გზა მედიის ყურადღება. ფიქრობ, ვინც ეს შიგნით ჩადო, ალბათ უნდოდა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ეხლა ეს უკვე საჯაროა და უკვე ვხედავთ მარცხენა ფრთის ზოგიერთი ნაწილის აქტივობებს, რომლებიც ცდილობენ სწორედ ამ სექციის შეჩერებას, რადგან ისინი აცნობიერებენ მის მნიშვნელობას აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების მომავალისთვის. და მეორე საკითხზე ისრაელის მედიასთან დაკავშირებით, ხო იცით, ეს კარგი ამბავია და ისრაელში ჩვენ არ უშვებთ, რომ კარგი ამბები საზოგადოების საზოგადოებამდე მივიდეს. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოპტიმისტი უნდა იყოს ოპტიმისტი, რაც ირონიულია, რა? რადგან ისრაელის მოსახლეობა გალუპის გამოკითხვების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმისტურ მოსახლეობად მუდმივად სახელდება. მაგრამ წარმოიდგინე მედია რომ უფრო ოპტიმისტური იყოს. კიდე უფრო, იცი, პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ხო? ეხლა მითხარი ამერიკის შეერთებული შტატების კუთხით. რატო არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის? ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები გეოპოლიტიკურ კონკურენციაშია ჩინეთთან.
ჩინეთი თითქმის თანაბარი კონკურენტია. ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლო 100 წლის განმავლობაში არ შეხვედრია სხვა ქვეყანა, რომელიც მას მსგავსია, როგორც ზომით, ასევე ეკონომიკური და გეოგრაფიული მოცულობით. და ასეთი განვითარებული ტექნოლოგიებით. და ერთადერთი გზა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად მოიგოს ეს კონკურენცია, არის რასაც როშდოში ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩინეთის საკითხების კურატორი ამბობს, არის მოკავშირეებზე დაყრდნობით ძალის გაზრდა. შეერთებული შტატები იხენებს თავის მოკავშირეებს, რათა გააძლიეროს საკუთარი თავი. ეხლა შეერთებულ შტატებს უბრალოდ ერთი რამის თქმა უნდა რა არის? საინტერესოა როშე დოში შესახებ, ვინც არ იცის ის იმდენად კარგია, რომ თუნდაც ტრამპის ადმინისტრაცია მასზე მითითებებს აკეთებს და იყენებს მას თუ არ ცდები. დიახ, როშ ვაჯეში ჩინეთის წამყვანი ექსპერტია. ამჟამად ფიქრობის ხელმძღვანელობს ჩინეთის პროგრამას საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. ძალიან საინტერესო ადამიანია, მას აქვს შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით The Long Game ჩინეთზე, გრძელვადიან კონკურენციასა და სტრატეგიულ კონკურენციაზე აშშ-სთან. ეს დაუჯერებელია, მართლაც დაუჯერებელია. შენ მირჩიე ეს წიგნი და მან შემაშინა და მთლიანად შემიცვალა მსოფლმხედველობა. ხო, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ მეორედან მეოთხე სექცია ეფუძნება სტრატეგიულ ლოგიკას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩამოაყალიბა მოკავშირეებთან ერთად. და როცა შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს უხურებს, მას ბევრი მოკავშირე ჰყავს, მაგრამ თითქმის არც ერთი არ. რომელიც სამხედრო შესაძლებლობებითაც გამოირჩევა და ტექნოლოგიური უპირატესობაც აქვს ისრაელის გარდა. გულისხმობ შეერთებულ შტატებს ჰყავს ბევრი ძლიერი ეკონომიკური მოკავშირე, რომლებიც დიდი ეკონომიკებია, მაგალითად გერმანია ან იაპონია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს ის სამხედრო გამოცდილება, სამხედრო შესაძლებლობა, ტექნოლოგიური შესაძლებლობა და ტექნოლოგიური გამოცდილება, რაც ისრაელს აქვს. და ამიტომ, როცა ადამიანები კითხულობენ, რატო იღებს ისრაელი 224 მუხლს, იმიტომ რომ ისრაელი ჩემი აზრით ალბათ ერთადერთი შესაბამისი ამერიკელი მოკავშირეა, რომელსაც შეუძლია პირველივე დღიდან მოგვიტანოს ცოდნა და გამოცდილება, რაც პირდაპირ გაგვაძლიერებს. ტექნოლოგიური უპირატესობა და გაუმჯობესოს აშშ-ის იარაღის სისტემები. დავგოროთ ქვემოთ ერთი წამით. თქვენი აზრით, რომელი ისრაელის ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებას ცდილობს აშშ-ში? და კიდევ ერთხელ ამას უარყოფითად არ გულისხმობ, მაგრამ აშშ-ში ხედავს, რომ ისრაელს აქვს საოცარი დაზვერვა და ებრძვის 7 არმიას, ზოგიერთ მათგანს აშშ-შთან ერთად. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა სურს შეერთებულ შტატებს, რომ ისრაელთან ერთად რეალურად განავითაროს თავიდან? პირველ რიგში ალბათ მოწინავე ლაზერული იარაღი ან მიმართული ენერგიის იარაღი. ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოპერაციული სისტემა დანერგა. Magen Av, ანუ Iron Beam. მიმართული ენერგიის იარაღები და კიბერუსაფრთხოება ყოველთვის ის სფეროებია, სადაც ისრაელი ლიდერია და ყოველთვის არის სფერო, საიდანაც ისრაელიდან შეიძლება ისწავლა. წინსვლა თანამედროვე ავიონიკაში, რომელიც ამჟამად მხოლოდ F-35-ისთვის განკუთვნილი, ასევე მიწისქვეშა და ანტიმიწისქვეშა ომის ტექნოლოგია, რომელიც ისრაელმა შეიმუშავა და გამოიყენა ღაზაში, და ალბათ ასევე ერთობლივი განვითარება როგორც ხელოვნურ ინტელექტში, კვანტურ კომპიუტერში, ასევე ავტონომიურ სისტემებში. ამ სფეროებში ისრაელს ამჟამად უპირატესობა არ აქვს, მაგრამ მას აქვს ადამიანური კაპიტალი. და ორივე ქვეყანა ისარგებლებს ერთობლივი ძალისხმევით. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან ისინი იღებენ ისრაელის გამჭრიახობას, საბრძოლო გამოცდილებას და უახლეს ტექნოლოგიებს. რას იღებს ისრაელი? როგორც წესი, ვიტყოდი, რომ ისრაელი იღებს ფინანსურ პარტნიორს, რომელიც 100-ჯერ ან რამდენჯერაც არ უნდა იყოს ჩვენზე ბევრად დიდია. რას იღებს ისრაელი ამ შეთანხმებიდან? პირველ რიგში ფინანსური თანამშრომლობა და ფინანსური მხარდაჭერა ერთობლივი განვითარებისათვის. მეორეც აშშ-ის ტექნოლოგიური უპირატესობის უზრუნველყოფა. ამას არც ირონიით ვამბობ და არც იდეალისტურად. მაქვს სტატია, რომელიც ივნისში შილოაკში გამოვა და ის შეეხება ისრაელის ინტერესს შეინარჩუნოს ამერიკული ჰეგემონია ჩინური ჰეგემონიის შესაძლო გაჩენის წინააღმდეგ.
ისრაელი დაფუძნდა მსოფლიოში, რომელსაც ძირითადად შეერთებული შტატები მართავდა და ამერიკული ჰეგემონიის პირობებში აყვავდა ამერიკის ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება ჩინეთთან მიმართებაში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესი ამაში. გვაქვს ინტერესი ერთობლივ დაფინანსებაში, ასევე გვაქვს ინტერესი შევქნათ დამოკიდებულება და დავაფუძნოთ ახალი საფუძველი მთელი აშშთ-ისა და ისრაელის ურთიერთობებისთვის. რადგან ამას მხოლოდ ტექნოლოგიურ თანამშრომლობად არ უნდა უყუროთ. ისრაელი და შეერთებული შტატები თანამშრომლობენ და ერთად მუშაობენ მრავალ საფრთხესთან ბრძოლაში, აზიარებენ დაზვერვას, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს, ირანში კედლის აგებას, მაგრამ ამჟამად ამ ურთიერთობის საფუძველი იცვლება დემოგრაფიული ცვლილებებისა და პოლიტიკური ცვლილებების გამო. და რა თქმა უნდა, ისრაელის იმიჯი, როგორც დიდარი ქვეყნისა, რომელიც კვლავ იღებს $100 ამერიკული იარაღის შესაძენად, რაც თქვენ გააკეთეთ $100 მიღებიდან ერთობლივ ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე გადასვლით, არის ის, რომ მთლიანად ცვლით აშშ-ისა და ისრაელის ალიანსის საფუძველს. რადგან ამიერიდან აღარ იქნება ისრაელი, რომელიც იღებს ამერიკელი გადამხდელების დოლარებს. ეხმარება თუ არა ისრაელი ამერიკელ ბიჭებს, რომლებსაც იცავენ პლაჟებზე, ან აღმოსავლეთ აზიაში, ან ირანის ცაზე. ისრაელი გადაიქცევა იმ ქვეყნიდან, რომელსაც აშშ-ზე ტვირთად მიიჩნევდნენ, იმ ქვეყნად, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს ამერიკის ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ უპირატესობას, ეს ნამდვილად ტიტანიკია. მეც კი უნდა შევეგო ამას და დარწმუნებული ვარ, აუდიტორიასაც მოუწევს იმის გააზრება, რასაც თქვენ ამბობთ. ეს ისეთი დიდი ცვლილებაა, რომ ისრაელის სტრატეგიულ ინტერესშია შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობა ჩინეთთან მიმართებაში. ჩვენ ასე ვართ მიჩვეულები შეერთებულ შტატებს, QIM-ს, ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რომ ყოველთვის ისრაელს უზრუნველყოფს. ეხლა ისრაელს სჭირდება დარწმუნდეს, რომ ეს შეერთებული შტატებია, რადგან ისრაელი ხედავს, როგორ იწევს ჩინეთი ჰორიზონტზე ჩრდილოეთ კორეასთან, რუსეთთან და იმედი მაქვს ირანთან პარტნიორობით. ნეტავ მალე არ ეკოს მშვიდობაში. მოდით პირველ რიგში მთავარზე გადავიდეთ. როდის უნდა წარედგინოს ეს კონგრესი და რამდენად სავარაუდოა, რომ კონგრესი დაამტკიცებს მას? ფიქრობ ხვალ მოსმენა იქნება, პირველი მოსმენა ამ კანონზე. ზუსტად არ ვიცი რა გრაფიკით განიხილება ეს კანონპროექტი კონგრესში. ალბათ უფრო და უფრო მეტ ნეგატიურ ყურადღებას ვიხილავთ, განსაკუთრებით იმ ნაწილთან დაკავშირებით. და ყველა მსმენელისთვის, ვინც შეძლებს გავლენა მოახდინოს საკუთარ კონგრესმენებზე, რომ ისინი წინააღმდეგ დაუდგნენ ამ ნეგატიურ გავლენას, გააკეთეთ ეს. რადგან ეხლა საჭიროა, რომ სექცია 224 მიეწოდოს, რაც შეიძლება ბევრ ისრაელისა და შეერთებული შტატების მხარდამჭერს, რადგან დღის ბოლოს ეს სექცია მხოლოდ ისრაელისთვის არ არის. ეს არის სექცია ამერიკისთვის, სადაც შეერთებული შტატები გამოიყენებს თავის ყველაზე ძლიერ მოკავშირეს საკუთარი თავის გასაძლიერებლად. და რაც უნდა დავრწმუნდეთ არის ის, რომ როცა კანონმდებლობისკენ მივდივართ პროამერიკულ და პროისრაელ ბანაკს, უნდა უზრუნველყოს, რომ 2024 სექცია არ ამოარდეს. როგორც იცით, ეს არის დედაქალაქში კანონების შექმნის პროცესის ნაწილი. იცით, ეს რეალური მოწოდებაა მოქმედებისკენ ყველა იმ მსმენელისთვის, ვინც ახლა გვისმენს. დაირეკონ გაუგზავნონ ელფოს და თავიანთ კონგრესმენს და დარწმუნდნენ, რომ მათ ესმით 224 მუხლის მნიშვნელობა. აშშ-თვის რომ შეინარჩუნოს თავისი ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობა. ეს არის გარდაქმნა აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობაში. და ვფიქრობ, თქვენ ზუსტად თქვით, ეს გადადის 100%-იან დამოკიდებულებიდან 100%-იან პარტნიორობაზე. ვინ ხელმძღვანელობს ამას აშშ-ის მხრიდან? არის თუ არა რომელიმე ლიდერი, არის თუ არა სენატორი ან კონგრესმენი, ვისთვისაც ეს მთავარი საკითხია, თუ ეს პენტაგონში დაიბადა. როგორ გაჩნდა ეს იდეა? მე ვფიქრობ, რომ მთავარი სწორედ შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა. კარგი. ხო, ოკეი. Yeah, and I'm the committee.
ზუსტად არ ვიცი ვინ დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ უკვე ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თეთრმა სახლმა უკვე დაიწყეს საუბარი შემდეგზე. ისრაელისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ასე რომ ალბათ ადმინისტრაციასაც აქვს ამაში წვლილი, მე ასე ვფიქრობ. ეს არ არის შოკი. კიდევ ერთხელ ორივე მთავრობა უკვე საუბრობდა და იმაზე თუ როგორ შევცვლიდით აშშ-სა და ამერიკის პარტნიორობის ბუნებას. იმ პარტნიორობიდან, სადაც ისრაელი იღებს დახმარებას, იმ პარტნიორობამდე, სადაც ისინი ნამდვილი პარტნიორები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან, ეხლა ეს მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელიც კვლავაც ხელმძღვანელობს ამ პროცესს, ჩემი აზრით ბრწყინვალედ, უკვე 10 წელია ამ საკითხს აგვარებს მანამდე, სანამ ვინმე ამაზე საუბარს დაიწყებდა. მე ვფიქრობ, მან კედელზე დაწერილი წინასწარ დაინახა, ბევრად ადრე ვიდრე თქვენ იცით, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა ისრაელზე ღაზას კამპანიის დროს და სხვა ყველაფერთან ერთად. ფიქრობ, ობამა მისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო, მცირე გაფრთხილება, მაგრამ ეხლა ეს უკვე ასეა. ფიქრობთ, ეს მემორანდუმის ნაცვლად იქნება, რომელიც სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. თუ ეს მასთან ერთად განხორციელდება და ჩვენ ვიხილავთ სამხედრო დახმარების შემცირებას, როგორც კი დავინახავთ ზრდას თუ-4-ში. ფიქრობ, ისრაელის მხრიდან სულ მცირე, მათ სურთ მოდის დაფინანსების ეტაპობრივი შემცირება, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ უკვე გავაფორმეთ მრავალწლიან მიწოდებაზე კონტრაქტები, იმ ვარაუდით, რომ კიდევ ერთ მოდს მივიღებთ. დიახ, აბსოლუტურად. ფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ შემდეგი მოდ უნდა იყოს ბოლო მოდ ამჟამინდელი ფორმით. აღარ იქნება აშშ-ს დაფინანსება ისრაელისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად. ისრაელმა თავად შეუძლია იყიდოს. და დაფინანსებიდან ერთობლივი კვლევისა და განვითარების ერთობლივ დაფინანსებაზე გადასვლა. მითხარი რატომ ახლა? ანუ შეგვიძლია ამ შეთანხმების ფესვები ვიპოვოთ 7 ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და ყველაფერში რაც მას შემდეგ მოხდა. ან რა დონეზე შექმნა ამან საფუძველი ამ შეთანხმებისთვის თუ საერთოდ არა? ფიქრობ, რამდენიმე ფაქტორის თანხვედრას ვხედავთ. პირველ რიგში, როგორც თქვი, ხედავთ ცვლილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამერიკულ თაობებში ისრაელის მიმართ. და ისრაელს აღარ უყურებენ როგორც მოკავშირეს, არამედ როგორც ვიღაცას, ვინც იყენებს ან სარგებლობს შეერთებული შტატებით საკუთარი ინტერესებისთვის. და ამან კითხვის ნიშანი დასვა აშშ-სა და ისრაელის პარტნიორობის მომავალზე და მის ამჟამინდელ ფორმაზე. და თქვენ გაქვთ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც უჯღვება პოლიტიკას ამერიკა უპირველეს ყოვლისა. პრინციპი, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გასცეს დოლარები სხვა ქვეყნებზე, არამედ სხვა ქვეყნებმა უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკის ძლიერებას. და ეხლა ბოლო ფაქტორი არ არის 7 ოქტომბერი, მაგრამ ეს არის შეზღუდვები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა და ბერკეტები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის მეშვეობით გამოიყენა სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, როგორ აჩერებს ან ანელებს ბაიდენის ადმინისტრაცია იარაღის გაყიდვას ისრაელისთვის. ჩვენ ყავს ჯეკ სალივანი, ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა უთხრა კონგრესის წევრებს. თუ გსურთ სამხედრო დახმარების წინააღმდეგ მისცეთ ხმა ისრაელისთვის, უნდა გააკეთოთ ეს. ასე რომ ჩვენ გვაქვს, ჩვენ მივახციეთ იმ წერტილს, როდესაც ორივე მხარე, ატლანტიკის ორივე მხარე, ისრაელი და შეერთებული შტატები აცნობიერებენ, რომ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების არსებული ფორმა ასუსტებს ისრაელს, ასუსტებს აშშ-ისა და ისრაელის ალიანსს და არ უწყობს ხელს ამერიკის ინტერესებსა და საჭიროებებს. და მხოლოდ იმით, რომ ეს გადაიტანო ფულის აღებიდან ერთობლივ საწარმოზე, თანამშრომლობაზე, შეგიძლია სრულიად შეცვალოს სიტუაცია. ისრაელი აღარ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე, რომ ფული მისცეს და უფრო თავისუფალი იქნება, რომ იპოვოს იარაღის სხვა მომწოდებლები თუ ამის საჭიროება იქნება. და შეერთებულ შტატებში ეს ასე ესმით, როცა ისრაელი ყიდულობს ახალ F-35-ებს, ის ყიდულობს მათ ისრაელის დოლარებით, აფინანსებს
ამერიკულ საზოგადოებებს და ეკონომიკურად ეხმარება შეერთებულ შტატებს. საუბარი არ არის იმ ყველა სარგებელზე, რომელსაც ტექნოლოგიური კვლევის ერთობლივი პროექტიდან მიიღებთ. კრიტიკოსები, ზოგიერთი კრიტიკოსი, ვიზეც საუბრობდი, არ გულისხმობ გიჟებს, უბრალოდ ისრაელის წინააღმდეგ გიჟურ კრიტიკოსებს გულსგუბ, მაგრამ ზოგიერთი, რაც უფრო ნორმალიზებულ კრიტიკად ჩანს, თქვათ ასე, ამტკიცებს, რომ ეს არის ძალიან ღრმა ინტეგრაცია აშშ-სა და ისრაელის უსაფრთხოების სისტემებს შორის. არ ვიცი, ეს კონფიდენციალურობის მიზეზით არის თუ არა, მაგრამ მინდა კითხოთ. განა არ არსებობს შეშფოთება, რომ ფინანსური დახმარების გამოყენების ნაცვლად მისი ბერკეტად გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ. აშშ-შიგო, რომელიც ასეთი დიდი ქვეყანაა და რომელსაც რეალურად არ ყავს უშუალო მტრები, მაშინ როცა ისრაელი უშუალო მტრის წინაშე დგას. და ჩვენ გვაქვს ძირითადი მასალებისა და იარაღის სისტემების ერთობლივი წარმოება, შეიძლება მომავალმა პრეზიდენტმა თქვას, კარგი, დახმარებას ვერ გამოვიყენებ ბერკეტად, მაგრამ უბრალოდ თავის ქარხანას ეტყვის. კარგი, ხომ იცით. ეს კრიტიკული კომპონენტი, რომლის წარმოებაზეც აქ შეთანხმება გვაქვს, აღარ გაიყიდება ისრაელზე და ამ გზით დაახჭობს ისრაელს. კი, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ დამოკიდებულება იარაღად აქციო. მაგრამ პირველ რიგში ეს ორმხრივია, რადგან თუ ერთობლივ წარმოებას ახორციელებ, ეს ნიშნავს, რომ ზოგი ნაწილი შეერთებულ შტატებში წარმოება, ზოგი ნაწილი კი ისრაელში და ორივე ქვეყანა იყენებს ამ სისტემას. და ეს ერთობლივი დამოკიდებულება მხოლოდ წარმოებაზე კი არა, კვლევაზეც ვრცელდება. ასე რომ, თუ თქვენ ცდილობთ საჭირო ნაწილების მიწოდებით მანიპულირებას, ისრაელმა შეიძლება პრობლემები შექმნას სარაკეტო თავდაცვისა და ლაზერული იარაღის ერთობლივ პროექტებში. ამიტომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უფრო რთული გახდება და ურთიერთდამოკიდებულების იარაღად გამოყენება ბევრად უფრო არეულ პროცესად იქცევა. და ეს შეიძლება აიძულოს მტრულად განწყობილი პრეზიდენტი ორჯერ დაფიქრდეს. რადგან თუ შეეცდება სამხედრო მასალების ისრაელში გაგზავნის შეჩერებას, პირველ რიგში ამერიკის ბიზნეს საზოგადოება ეტყვის, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში გამოჩნდეთ როგორც არასანდო მომწოდებლები. რადგან საქმე მხოლოდ ისრაელს არ ეხება. შეიძლება ერთ დღეს გერმანიამ შეხედოს ამას და თქვას, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. კონგრესი ჰკითხავს პრეზიდენტს, რატო გვაყენებთ ზიანს? ისრაელის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ დავავალეთ, როგორც ოჯახის ნაწილი, თავდაცვის დეპარტამენტთან. და პენტაგონი იტყვის, ბატონო პრეზიდენტო, ისრაელები წყვეტენ თანამშრომლობას ყველა იმ ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს იმოქმედებს ჩვენზე ჩინეთთან ტექნოლოგიური ჩამორჩენის მხრივ. და უნდა გავიგოთ, რომ ჩინეთთან კონკურენცია ამჟამინდელ მდგომარეობაში არ არის იმ დონეზე, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ ომის რისკის წინაშე იდგეს ჩინეთთან. მაგრამ შეერთებული შტატები ტექნოლოგიურ უპირატესობაზეა დამოკიდებული და ეს სხვაობა ყოველდღიურად მცირდება. ამიტომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც მზად არის გარისკოს თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა ჩინეთთან მიმართებაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელს მიადგეს, უნდა ჰკითხოს მას, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს. ვიზე ზუნავს ის უფრო მეტად? ამერიკაზე თუ მხოლოდ კონკრეტულ ისრაელზე. საინტერესოა ეს ბრწყინვალე ანალიზია. მინდა ერთი ბოლო კითხვა დაგისვათ, რადგან ეს მართლაც უზარმაზარი ცვლილებაა და იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში ერთად შევძლებთ ამ თემის გაშუქებას, როცა ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფიქრობ, ეს შეშფოთების საგანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ისრაელის ზოგიერთი მოწინააღმდეგისთვისაც. იქნება ეს მოწინააღმდეგეები თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც არ არიან მოხარულნი იმით, რომ ისრაელს კიდევ უფრო მეტი ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობა აქვს მათზე. გვისმენია რამე სპარსეთის ყურიდან, რაიმე განცხადება ახლო აღმოსავლეთიდან ამ საკითხზე. ფიქრობ, სპარსეთის ყურეში უნდა გავმიჯნოთ არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები. არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობს გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა ისრაელთან, მათ შორის თავდაცვის ტექნოლოგიების ერთობლივი განვითარებით. ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროები აცნობიერებს, რომ ისრაელს აქვს ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობა და სურს ამაში მონაწილეობა მიიღოს.
სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნები იცით, შეიძლება ისინი აღფრთოვანებულები არ იყვნენ იმით, რომ ისრაელი აპირებს ტექნოლოგიური უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდას მათზე. მაგრამ მათ რეალურად არ აქვთ ბერკეტები ან რაიმე სხვა, რითაც შეიძლება შეერთებულ შტატებს რამე შესთავაზონ, ან ისრაელს კონკურენცია გაუწიონ. და ეს უნდა დავხადოთ ნათელი. სამწუხაროდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის მათი ადამიანური კაპიტალი და კვლევა-განვითარება ისრაელზე ისე განვითარებული არის. საუდის არაბეთს შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას მილიარდები შესთავაზოს. მაგრამ ვერ შესთავაზებს ინოვაციურ ეკონომიკასა და ეკოსისტემას, როგორც ისრაელს აქვს. და ეს არის ისრაელის მთავარი უპირატესობა ყველაზე საბაზისო ფორმაში. ეს არის ადამიანური ფაქტორი. და უფიქრობ, რომ ისრაელის ყოველი მომდევნო, ყოველი ახალი მთავრობა, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამას უნდა მიხვდეს. ისრაელის პირველი ძირითადი უპირატესობა, რაზეც დგას მთელი ეროვნული უსაფრთხოება, არის ის ადამიანური კაპიტალი, რაც მას აქვს. ეს არის ადამიანური უპირატესობა, რაც მას აქვს და ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. თავდაცვის დეპარტამენტი, თავდაცვის მინისტრი მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლების მინისტრი უფრო მნიშვნელოვანია. და სამწუხაროდ ჩვენთვის ისრაელში დღეს განათლების მინისტრი არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს აშშშ-ს, მოდიში ისრაელის მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით ადამიანური კაპიტალის მხრივ. ნიცან ვფიქრობ, როგორც ჩემთვის, ასევე აუდიტორიისთვის, ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხის წინ წამოწევას მომდევნო რამდენიმე კვირაში. ეს თითქმის ისეა, როგორც მებრძოლს ხედავ, რომელიც რინგში შედის. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მინდოდა ამ პოდკასტის გაკეთება. სინამდვილეში ვიფიქრე, რამდენად გონივრული იქნებოდა ამ საკითხის წამოწევა 100,000-ობით ადამიანის წინაშე. მაგრამ მას შემდეგ, რაც X-ზე შევედი და ვნახე მიმდინარე ტენდენციები და ვხედავ, რომ მარცხენა ფრთა იწყებს ხელის გაწვდენას, ვფიქრობ, უმჯობესია ეს ყურადღება ჩვენს აუდიტორიას მივაქციოთ. რადგან საჭიროა ორივე მხარეს, როგორც აშშ-ს, ისე ისრაელის მხარეს ყვალდეს მებრძოლები, რომლებიც იციან სიმართლე, შეძლებენ დაინახონ ყალბი ამბების მიღმა, რომლებიც გავრცელდება თითქოს ეს ისრაელის კიდევ ერთი მცდელობა აშშ-დან ფულის გამოძალვისთვის და ასე შემდეგ, მაშინ როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა, რომ წინასწარ შეგვატყობინეთ ამის შესახებ. ვფიქრობ, მთელი ჭეშმარიტი ჩურისტის აუდიტორიის სახელით ვსაუბრობ. ჩვენ ძალიან გვესიამოვნებოდა, რომ ისევ დაგვიბრუნდეთ, ნიცანი. და მე ძალიან მიყვარს ეს. და ჩემს აუდიტორიას კიდევ ერთხელ თუ ებრაული გესმით, მოусმინეთ ჰემიშხაკ ჰაგადოლს, დიდ თამაშს. დანიცან, შენი ინგლისურის მიხედვით, როცა გადაწყვეტ ამ გადაცემის ინგლისურად გახსნას, მგონია, რომ რამდენიმე მილიონი მსმენელი გეყოლება. გმადლობდან, ოდესმე. გმადლობ მეგობარო, იყავი ჯანმრთელად. ჩემი აუდიტორიისთვის ეს იყო კიდევ ერთი ნამდვილი, ყველაზე ნამდვილი ეპიზოდი, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო ეპიზოდი, რომელიც არაფერს გავდა, რომელიც გაძლევთ რეალურ წარმოდგენას იმაზე, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეცვლის აშშ-ისისა და ისრაელის ურთიერთობას, რომელსაც ან უგულებელყოფენ, ან განზრახ, ან დამალულად. და ეს არის შანსი ჩვენ ყველასთვის, რომ რაღაც შევცვალოთ. ასე რომ, მიწერეთ თქვენს კონგრესმენს. მოდით ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი შეთანხმება 2024 განხორციელდეს, როგორც შეერთებული შტატების, ისე ისრაელის სასარგებლოდ. გმადლობთ.